ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. ყველაზე მეტად მაინც დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ან აგრესიული დამოკიდებულება მაქვს რაღაც ეპიზოდებში არის ზუსტად ის რისი გამოვლაც მომიწია მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც და ნუ აი სულ ვფიქრობ იმაზე რომ რა იქნებოდა და რამდენად სხვანაირი იქნებოდა ცხოვრება რო არ ყოფილიყო ომი. ელენე ჭღარკავა, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი. სპეციალობით ვარ ბიზნეს ადმინისტრების სპეციალისტი, უფრო კონკრეტულად მარკეტერი. მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი, შესაბამისად ომის დროს წამოვედით აფხაზეთიდან. მაშინ როცა სოხუმი დაეცა და უკვე იყო რისკი იმისი, რომ სხვა ქალაქებშიც იქნებოდა არეულობა. შესაბამისად, ჩემი გარკვეული სახით ალბათ ესეთი რაღაცნაირი დამოკიდებულება ძალიან პერსონალური, დიდი ალბათობით მოდის აი ამ პერიოდიდან და ამ მოვლენიდან. დავიბადე ქალაქ გალში და ომამდე ცხოვრობდი ამ ქალაქში, ვსწავლობდი და მთელი ჩემი ბავშვობის ის ეტაპი, რომელიც არის დღეს დაახლოებით მე-3 კლასამდე, გატარებული მაქვს აფხაზეთში. მეხსიერებაში ყველაზე ძიმედ და ემოციურად არის ომის ეპიზოდები. იმიტომ რომ რაღაცნაირად არ გქონდა მაინც მოლოდინი, უბრალოდ ოჯახის წევრებს არ ქონდათ ბოლომდე რატომაც ეთყობა იმის მოლოდინი, რომ ჩვენც მოგვიწევდა რაღაცნაირად გადაადგილება და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ქცევა. და მახსოვს ძალიან კარგად, რომ როგორი დამოკიდებულება ქონდა დედას, იმიტომ რომ აი რაღაც პირობითად ხალხი რომ ემზადება წინასწარ რაღაცებს ამზადებს, ნივთებს, ისე რომ აი მზად იყოს გადაცხოვრებისთვის, ჩვენ შემთხვევაში ეს არ ყოფილა, ძალიან მარტივი და პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება მოხდა, ალბათ ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. მე მრავალშვილიან ოჯახში ვარ დაბადებული, ანუ მყავს 2 და 1 ძმა, შესაბამისად ჩემისთვის მთავარი პრიორიტეტი რა თქმა უნდა იყო ჩვენი 4-ვე დედმამიშვილის უსაფრთხო გადაადგილება. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა ტიპის გადაადგილება, რაც იყო აფხაზეთიდან, არც ერთი არ ყოფილა მარტივი, ხო? ნუ ზოგს გაცილებით უფრო მძიმე გზით მოუწია, რომ გადმოსულიყო, ასე ვთქვათ, საზღვარს, უკვე საზღვარს. ჩვენ შემთხვევაში ენგურის ხიდით მოგვიწია გადმოსვლა, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა, აი კადრები რაც მაქვს ნანახი, ვინ როგორ გადმოდიოდა, ვის რამდენი ჩანთა ეჭირა ხელში, ვის ყავდა მცირეწლოვანი შვილი თან, ვინ ფეხით, ვინ ურმით და ასე შემდეგ, ეგ კადრები ძალიან მძაფრად მახსოვს. თუმცა ყველაზე ისეთი მძიმე მაინც იყო ალბათ ის, რომ გადმოვედით ენგურის ხიდს, მამაჩემმა მის მეგობარს თხოვა, რომ საჭესთან ჩაენაცვლებინა და თვითონ გადაწყვიტა, რომ უკან დაბრუნებული იყო და ეომა. ცხოვრობდით ბებიაჩემის ნათესავთან ერთ-ერთ სოფელში, რომელიც იყო სამეგრელოში და ერთი საღამო იყო, ალბათ მალევე შეიძლება 2-3 დღეში დაახლოებით, ძალიან გვიან ღამით გაჩერდა მანქანა ჭიშკერთან და მახსოვს, რომ გადმოვიდა მამა ამ მანქანიდან, მაგრამ მამაზე მეტად რაც დამამახსოვრდა იყო, როგორ გამოიყურებოდა მანქანა, იმიტომ რომ იყო თითქმის სრულად ჩაცხრილული სროლისგან. და ნუ მოვიდა ძალიან ცოტა ხნით რომ ვენახეთ ჩვენ ოჯახის წევრები და ნუ რაღაც გვენახა რომ ცოცხალი იყო და კარგად იყო და ჯანმრთელად იყო და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა. იყო ალბათ სადღაც ოქტომბრის დასაწყისი დაახლოებით, როდესაც ჩამოვედით თბილისში და მე იწყება ყველაზე რთული პერიოდი. აი ურთულესი პერიოდი სხვა ქალაქში, უფრო დიდში, იქ სადაც
რაღაც არავინ არ გიცნობს. ამასთან ემატებოდა რა თქმა უნდა დამოკიდებულება, რომელიც ნელ-ნელა ჩნდებოდა დევნილების მიმართ. როგორ იყო, იცით, სოლიდარობა როგორც ესეთი თითქოს იყო, მაგრამ თითქოს რაღაც ვიყავით დამატებითი ტვირთი თუ რაღაცა აქ მცხოვრების საზოგადოებისთვის და რაღაცნაირი აღქმა თითქოს რომ ყველა თბილისში რატო ჩამოდის თუ რაღაც ესეთი რომ ხო რა უცლებელია ვთქვათ მაგალითად ყველა მიცხოვროს თბილისში თუ რაღაც ესეთი და ეგ იყო და ამის თანდები მე ხა სკოლის პერიოდი მაინც აი რაღაც ისეთი პერიოდია ხო უფრო რაღაც ისეთი ასაკი არის რომ მეტად გჭირდება რომ რაღაცა ვთქვათ მაგალითად რაღაცით შეძლო თავი დაიმკვიდრო კლასში, სკოლაში და ასე შემდეგ და ეგ იყო ალბათ აი მაგან განაპირობა ჩემი არ ვიცი მე რატო გადავწყვეტა ეგ რა მაგრამ გადავწყვეტა რომ აი მეცადინეობით ვთქვათ რაღაცა აი კარგი ქცევით თუ ასე შემდეგ რა თქმა უნდა ხეს ამას ხოლმე ვერ გავაკეთებდი მაგრამ ეგ ყოფილიყო რაღაცა რიცით შევძლებდი რომ ვთქვათ მაგალითად არ ყოფილიყავი ცუდი მოსწრების მოსწავლე და ასე შემდეგ, რომ თუნდაც მაგალითად დეიდას, რომელიც მოვიდა სკოლაში, იმიტომ რომ მაშინ მშობლთა კრების პერიოდი იყო, ქონოდა რაღაც შვება ერთგვარი, რომ აი მე და ჩემი და კარგად ვსწავლობთ და ვთქვათ რაღაცა მიღწევები გვაქვს და ასე შემდეგ. რო წამოვედით, ოჯახში ვცხოვრობდით, დედა, მამა, ბებია და 4 დედმამიშვილი. წამოვედით ყველანი და არ წამოსულა ბებო, რომელიც დარჩა. ეგ კადრით ძალიან მძაფრად მახსოვს, იმიტომ რომ მრავალსართულიან 5-სართულიან კორპუსში ვცხოვრობდით და რო ჩავსხლებოდით მანქანაში, გადმოგხედა აივნიდან და დაგვემშვიდება ოღონდ იმ მომენტში ეგ იყო რაღაც სადმე რომ მივდიოდით ან სოხუმში ან სოფელში რაღაცა და ვინმე გადმოგხედავს აივნიდან და დაგემშვიდება, აი დაახლოებით ეგეთი აღქმა მქონდა, ანუ არ მიფიქრია რომ აი ვემშვიდობებით ადამიანს, რომელსაც ვტოვებთ ომის პირობებში და ან ვნახავთ, ან ვერ ვნახავთ, ანუ მაგის აღქმა არ მქონია. მამა დაბრუნდა რაღაც ეტაპზე და აღქმა იმისი რომ ეს იყო სულ წამოსვლა არავის არ ქონდა. ანუ ჩვენ გავიგე ბავშვები ვიყავით, მაგრამ არც ერთ ოჯახის უფროს წევრს. ბებო დარჩა, ცხოვრობდა იქ, ძალიან დიდ ხანს მუშაობდა, ბებო პროფესიით იყო ექიმი, ძალიან ცნობილი ექიმი იყო თან. ქალაქისთვის, რომელიც არ იყო მარტო ჩვენთვის, ასე ვთქვათ, აფხაზებმა ძალიან კარგად იცოდნენ და შესაბამისად იყო ძალიან ესეთი მოთხოვნადი პროფესიის და ადამიანი. და მუშაობდა სტაბილურად საავადმყოფოში, გამოძახებებით და ასე შემდეგ. საკომუნიკაციო საშუალება ხა მაშინ რა თქმა უნდა არ ქონდა. ხო ესე და ჩამოდიოდა ხოლმე წელიწადში ალბათ 2-3-ჯერ გააჩნია, რამდენ ხანში როგორ მოახერხებდა. ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში რომ ვეინახეთ. ძალიან ყოჩაღი და ისეთი იყო მებრძოლი და ჯიუტი. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რაღაც ხასიათი რაც მაქვს შეიძლება არის ძალიან გავარ ხასიათით. ძალიან უდო ექიმი გამოსულიყავი, მაგრამ არ გამოვედი. და რაღაც მომენტში ჩამოსული იყო თბილისში და რომ დაბრუნდა სოფელში წავიდა, რომ მიეხედა სოფლის სახლისთვისაც შაბათ-კვირას და რომ მივიდა, დახვდა სოფლის სახლი გადამწვარი. იმალებოდა ვიღაც ზებნილი, სავარაუდოდ, რომელსაც კვალით მივიდნენ ჩვენ სახლამდე, სახლის ტერიტორიაზე სავარაუდოდ სადღაც და რომ ვერ იპოვეს, გადაწყვიტეს, რომ სახლი გადაეწვათ სამაგიეროს შურისძიების მიზნით თუ რაღაც ესეთი მოკლედ. რეალურად პრინციპში გადაყვა ამაზე, ყველაზე მეტად ამაზე ნერვიულობას, რომ ამდენი წლის განმავლობაში სახლი, რომელსაც მოუარა და სულ ქონდა იმის იმედი, რომ ჩვენ იქ დავბრუნდებოდით და ჩვენი შვილები იგივენაირად იქნებოდნენ, ასე ვთქვათ, იმ გარემოში და ასე შემდეგ. ეგ რო რაღაცაა და ამდენი ხანი რასაც მიხედა და მოუარა, ის უცებ ერთ ჩასვლაზე აღარაფერი აღარ დახვდა იქიდან. რაღაცნაირად ის სულ მაქვს იმის ფიქრი, რომ აი ბებოს გარდაცვალების მერე თითქოს ის ბმა რაც მქონდა, ანუ არ გულისხმობ რა თქმა უნდა ზოგადად დამოკიდებულებას მთლიანად როგორც ტერიტორიის რომელიც აგვართვეს ხო? ვამბობ ანუ ემოციურ ბმას, რომ აი მალე ჩავალთ იქ რაღაცა ჩვენი კიდევ არის და ასე შემდეგ. ეგ რაღაცნაირად გაყვა ბებოს. რაღაცნაირად
ჩერდება ჩემი დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკური პროცესების მიმართ. ზუსტად არ ვიცი რომელი ასაკიდან და წლიდან, მაგრამ აი 2008 წლის ომამდე ჩათვალეთ, რომ აი თითქმის არაფერი არ ვიცოდი. რა პოლიტიკური მოვლენები ხდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს ან რეგიონში ან საერთოდ. ეხლა რო ვფიქრობ და აი პროტესტისთან ვავლებ პარალელს, ყოველთვის, როდესაც არის ისეთი ეპიზოდი, აი დარბების მოახლოების პირობითად, ხო, ან დაკავების, ან ცემის და მსგავსი ეპიზოდები, აი მაგ ეპიზოდებს ბლოკავ რაღაცნაირად. დიდი ალბათობით ეგ ალბათ არის ომის ფაქტორიდან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად ავიწყდება, უნდა რომ დაივიწყოს ჩემო გონება, მე ეგეთი მძიმე ნაწილები ამ ყველაფრიდან. ნუ 2008 წელს იყო ის, რომ არ ვიყავი საქართველოში და შესაბამისად ამან გამოიწვია და ისევ უკავშირდებოდა ესე გაცხადებულად რუსეთს ეს ყველაფერი და მეორე ის იყო ასე ვთქვათ, ანუ რაღაცნაირი ტალღა ჩემი ცხოვრებაში, რომ აი კიდევ ომია და ისევ რუსეთია ამ ომში, ხო? და მაშინ ერთადერთი რაც როგორც შემიძლია რომ გამომეხატა საკუთარი სამოქალაქო პოზიცია იყო რა იყო იქ ადგილობრივად ჩართულობა ადგილობრივ გაზეთშიც იყო ერთი ფოტო რომელშიც მე ვდგავარ და რაღაც სანთელი მიჭირავს ხელში და პლაკატი არის გაშლილი სადაც წერია რომ თქვენ მაგალითად რუსეთი არის ოკუპანტი და ძალიან რაღაცნაირი სიმბოლური არის ჩემთვის ეგ სტატიაც და ფოტოც. საქართველოს დაბრუნების მერე ნუ რეალურად დაახლოებით ალბათ არ ვიცი რამდენი წელი 7-8-9 წელი ისე ვხვდები აპოლიტიკური, ანუ აპოლიტიკური ვგულისხმობ არც ახლა ვარ იდეაში ხო პოლიტიკური ძალიან ვგულისხმობ ანუ სამოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ნაწილშიც ანუ რომელიც პოლიტიკას და ვთქვათ ესეთ სოციალურ და რაღაც საკითხებს უკავშირდება საერთოდ არ ჩართული და ნუ ისე ვაგრძელებ რაღაცა კარიერაზე ზრუნვას, განათლებას და მსგავსი საკითხებით დატვირთვას ჩემი დღის განრიგის. და ნუ პროფესიაც, თქვათ, რაღაცა ოჯახის შექმნა, ეს რაღაც დამატებითი ვალდებულებები, რომლებიც გაგიჩნდება, რაღაცნაირად იყო ჩემთვის თითქოს ის, რომ აი რაღაც მე არ მეხება თითქოს ის პროცესები, რომლებიც ხდება ქვეყანაში, კარგია თუ ცუდია და ნუ მე ამ გარემოში ვცხოვრობ და მე ჩემი როლი მაქვს ჩემს საქმეს ვაკეთებ. ახლა ძალიან ხშირად ხუმრობენ ხოლმე ჩემი მეგობრები, რომ რა დრო მოვიდაო, რომ რაღაცეებს რაც ხდება პროტესტში ან რაც ხდება რუსთაველზე, ელენეს ვეკითხებით, იმიტომ რომ იყო დრო, რომ პრეზიდენტი ვინ არის რო გეკითხა, შეიძლება დაფიქრებული იყო, რომ სახელმწიფო ეთქვაო და ანუ აი იქიდან უცებ როგორ მოვხვდი რომ უწყვეტად 472 დღე რუსთაველზე ვარ, აი ეგ სიმართლე გითხრათ, აი მეც რაღაც მომენტში მაქვს ძალიან ისე, რომ აი ხშირად უსვამ ხოლმე საკუთარ თავს მაგ კითხვას, რომ აი როგორ აღმოჩნდი ამ იმაში. ყველაფერი იწყება 2019 წლის ივნისის მოვლენებიდან, გავრილოვის ღამეს, რასაც ვეძახით, იმიტომ რომ პირველ დღეს, როდესაც მოხდა პირველი საპროტესტო დღე, როცა იყო და დარბება მოხდა, დარბების მომენტში იქ აღარ ვიყავი. ანუ პირველ დღეს ვიყავი, წმინდა და აი მოვალეობის მოხდის თვალსაზრისით რო გადიხარ, შენც რო უნდა იყო, ამის ნაწილით რო რაღაც ესეთი, ამიტომ და დარბების დროს უკვე არ ვიყავი იქ და მე ამ ყველაფერს რო ვუყურე კადრებად და რო წარმოვიდგინე, რომ ანუ რა მოხდა მას მერე რაც მე რუსთაველის გამზირით დავტოვე, ანუ ეგ იყო ალბათ ომზე კიდე უფრო უარესი განცდა და შეგრძნება, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან მქონდა, რომ აი რაღაცაად მე გამოვეკეცი თითქოს მაგ ეპიზოდს, მიხედავთ იმისა, რომ შეიძლება საერთოდ არ ვიცოდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მაგ ტიპის დარბევამდე მივიდოდა, ხო? მდგომარეობა, მაინც მეგონა, რომ რაღაც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმ თვალსაზრისით, თითქოს მეც შემძლორი ყოფილიყავი და ვინმეს შეიძლება და ან დავხმარებოდი, ან ასე შემდეგ. დარბევის მეორე დღიდან იწყება
აბსოლუტური ჩართულობა, ხო? ანუ გულისხმობ ჩართულობაში მონაწილეობას პროტესტში, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რა რთული დღეც არ უნდა მქონოდა სამსახურში, ყოველი საღამო რამდენი დღეც გაგრძელდა. მაშინ მე მგონი იყო ქვეყნის სამსახურში თუ სწორად მახსოვს სლოგანი აქციების, ხო? რაღაც ქვეყნის სამსახურში დღენომერი პირველი, დღენომერი ორი და იყო ჩემთვისაც მართლა მეორე სამსახურივით ის პერიოდი. ალბათ ისევ რუსეთი. ისევ როგორც მთავარი ბოროტი ძალა რუსეთი ეგ იყო სავარაუდოდ რამაც განაპირობა ჩემი თქვათ დაწყება ისეთი უწყვეტი ჩართულობის პროტესტში. და ნუ მე ესე დაიწყო რეალურად ალბათ ყველა დიდი საპროტესტო ტალღები რაც იყო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ეპიზოდი და მაშინდელი საპროტესტო ტალღა, შემდეგ რუსული კანონის პირველი წელი, მერე მეორე წელი და ნუ ახლა უკვე უწყვეტად და მათ შორის უკრაინის თემაშიც ომი რო დაიწყო და ყველაზე მძაფრად, რასაც ვუყურებდი და აღვიქვამდი იყო, რა თქმა უნდა, ანუ როდესაც ომი ეხებოდა ფიზიკურად მათ შორის ბავშვებს და ყველაზე მძიმე ეპიზოდი. როცა ამბობენ ხოლმე, რომ აი როგორ შემიძლია ვიყო ამდენი ხანი ყოველგვარი ინტერესის გარეშე, ინტერესში ვგულისხმობ, ანუ არც პროფესიულად არ არის ჩემი საქმიანობა ხო დაკავშირებული რამე სახით. არც თქვათ რაღაცა პერსპექტივა რამე, ანუ არაფერი რამე კონკრეტული ინტერესი არ მაქვს, გარდა სამოქალაქო ინტერესისა და ადამიანურისა და ნუ ყოველთვის ამბობენ ხო, ელენე ხო ძალიან პრინციპულია, ელენე ხო ძალიან ჯიუტია და ნუ ამაშიც არის ეგ ნაწილი. იმ დროს მეუბნებოდა ჩემი მეგობარი, რომ აი როგორ რანაირად გაქვს ის, რომ აი თუნდაც პინი, რომელიც ეხაც მიკეთია, ხო არის ამდენი წელია ომის დაწყებიდან ძალიან მალევე რომ მივიმაგრე, ყოველდღე მიკეთია საქართველოშიც, საზღვარგარეთაც როცა მივდივარ და სულ არის ჩემთან ერთად, ანუ აუცილებლად ტანსაცმელზე არის დამაგრებული და ანუ აი ეს რანაირად გამოგდის. როგორ ხდება, რომ აი დილით რო იღვიძებ, ნაწილია ჩვეულებრივად რუტინის, რომ მანამ სანამ არის სადღაც ომი და ვიღაცა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, კარგად ყოფნისთვის და ასე შემდეგ, ანუ ჩემი მხრიდან სხვა არაფერი არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ეპიზოდში შეიძლებოდა რომ ყოფილიყავი სხვა ეპიზოდებზე, მაგალითად სამიზნე თუ რავი როგორც ქვია, ხო, ანუ შერჩევითად მე აღმოჩენილიყავი, რაღაცნაირად ირონიული არის, რომ მაინც რაღაც ტროტუარის საქმის ერთ-ერთი ის აღმოჩნდი, ხო, რაღაცა, არ ვიცი როგორ ქვია, გასამართლებული მოქალაქე ტროტუარის საქმეზე. და რეკა უცხო ნომერმა რა თქმა უნდა არანაირად არ ველოდებოდი რომ იქნებოდა ზარის სასამართლოდან და მით უმეტეს არ ველოდებოდი რომ მეტყოდნენ რომ აი ხვალ გაქვს სასამართლო პროცესი. როცა აი სხვანაირად წარმომედგინა რომ აი რაღაც მიიღებ რაღაცა დადგენილებას არ ვიცი ან შეგატყობინებენ მოემზადები, გაერკვევი, როცა მით უმეტეს მანამდე არანაირი შემხებლობა მსგავს რაღაცასთან არ გქონია და პირველი ფიქრი, ოღონდ მე მივხვდი მაგას, ანუ რომ მითხრა მოსამართლის თანაშემწემ რა თემაზე მირეკავდა, იყო რომ ანუ ის არა ვთქვათ, რომ აი მაგალითად ბავშვები, ვაიმე რამდენი ხნით დამიჭერენ, ანუ რომელი მუხლია რას ნიშნავს, იზოლატორია, მარიამი 12 წლის არ არის ეს იმოქმედებს, ანუ აი ეს რაღაცებს ვიფიქრე მერე. და პირველი რაც ვიფიქრე, რომ გავთი შეყურმელი, იყო რომ ეხა როგორ უნდა გავაგრძელო პროტესტი. ანუ რა იქნება ამის მერე, რომ აი თუ რუსთავაზე ვეღარ მივალ, როგორ უნდა მოვიქცე. და მერე დავიწყე უკვე სხვა ყველაფერზე ფიქრი, რომ აი რაღაცა და ბუნებრივად ხო ვიძახით ადამიანები, რომ ანუ აი არ გვეშინია და რაღაც არ დავნებდებით მაინც და ასე შემდეგ. ხო, ლოგიკურია, რომ ეს შიში არ გაქვს, მით უმეტეს თუ ხარ და იცი და აღიქვამ ბოლომდე იმ სიმძაფრით, რომ როგორი ადამიანები და რისთვის არიან ციხეში და თან ბევრი მათგანი რაღაც 4 წლით, 4 წლინახევრით, ხო, უნდა იყვნენ 2 წლით თუნდაც ან რა ვიცი, რამდენიც არ უნდა იყოს, ხო, ანუ უსამართლობის ნაწილში შენ ეს მომენტი რომ აი რაღაც რამდენიმე დღე შეიძლება იზოლატორში გაატარო, ანუ ეგ ის არ გაქვს რა, სიმძაფრე ეგრე არ გაქვს, მაგრამ რომ მორჩა პროცესი გამოცხადების დროს არ ვიყავი, ან რამდენჯერმე გადაიდო, იქ რაღაც საქმის მასალები არ მოეწონათ, რაღაც ვიდეოში ვერ მიპოვეს, ანუ ყველაფერი იყო ძალიან კომიკური ეპიზოდები იყო საბოლოო ჯამში და ანუ როცა უნდა გამოეცხადებინათ გადაწყვეტილება, მაგ დღეს არ მივედი რა თქმა უნდა პროცესზე, არც მე და არც ჩემი ადვოკატი.
და რო დასრულდა და რო დავრეკეთ და გავარკვიეთ რა იყო გადაწყვეტილება და მე წავიკითხე ეს ჩანაწერი რომ აი განზრახ შეუშალა ხელი ადამიანებს გადაადგილებაში და მე ეწერა რომ გამოეცხადოს სიტყვიერი ესე ვთქვათ გაფრთხილება და ესე ვთქვათ მხედველობაში მიღებული იქნეს მისი პიროვნება არა გათვალისწინებული იქნეს მისი პიროვნება და ის რომ მანამდე მსგავსი დარღვევა არ აქვს ჩადენილი ეს რო წავიკითხე მე გავიაზრე რამხელა დიდ უსამართლობასთან და აბსურდთან მქონდა ის 2 თვის განმავლობაში შეხება. ანუ არაფრის გამო, არაფერი, ანუ აი რეალურად ხო აი რა არის, არა, ანუ დგახარ სადღაც, თან რო არ გაგიკეთები, ანუ რა მასალაც მოაქვს შესაძლოა იმ მასალაში რო არ ჩანს რომ შენ ვიღაცას ხელი შეუშალე არათუ ბუნებრივად, არამედ არათუ განზრახ, არც ბუნებრივად, ანუ არ მომხდარა ეგეთ რაღაც, რომ იმდენი ხალხი ვიყავით, რომ ვთქვათ, რაღაცა ვიღაცამ ვერ გაიარა, ხო, ჩემ გამო. ყველა ეპიზოდს თუ გადავხედავთ, რა თქმა უნდა, არის იმის წარმოდგენა, რომ მეც და რა თქმა უნდა, უკვე ჩემი შვილებიც იცხოვრებენ ქვეყანაში, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, რუსული მმართველობის ქვეშ ალბათ არის უკვე ისედაც, მაგრამ ანუ ბოლომდე ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, ხო? ანუ აქ არ არის აუცილებელი რომ ტერიტორიები იყოს მხოლოდ ოკუპირებული. ეგმაბრაზებს, რა თქმა უნდა, და იმის გაცნობიერება, რომ რა პერსპექტივაც ჰქონდა ჩვენ ქვეყანას და შეიძლება რომ ჰქონდეს და სად შეიძლება რომ ვიყოთ ხო? ანუ თუნდაც ჩვენი იმ ადამიანებით ყველა სფეროში, ვინც ყავს ზოგადად მდებარეობიდან გამომდინარე და სხვა პერსპექტივებიდან გამომდინარე, სად უნდა ვიყოთ და სად არ ვართ. და ნუ რა თქმა უნდა ის რომ რაღაც მთავარ ღირებულებაზე, რასაც ქვია ევროპული ღირებულებები, ხო? და ვთქვათ რაღაცა სრულფასოვანი წევრობა იმისი, რაც რეალურად რასაც იმსახურებდა, შეგიძლია რომ იმსახურებდა და მიღწევადი იყოს, ეს ამ ყველაფერმა ბევრი წლით დაიხია უკან. თავიდან მომობდი ესეთ რაღაცას, რომ მანამ სანამ უდანაშაულოდ დაკავებული პატიმრები არიან ციხეში, ჩემი მხრიდან რაც არის პროტესტის ფორმა, რაც მაქვს არჩეული, ამას არ მივატოვებ, ასე ვთქვათ, და არ დავნებდები და საბოლოო ჯამში ეგ არის ალბათ პირველი რაუნდი თუ რაღაც ეტაპი, რომელშიც უნდა გავიმარჯვოთ, ხო, რაღაცნაირად და მე უკვე ყველაზე მთავარი რაც არის, რისთვისაც ვართ პროტესტში, რომ რაც გვინდა რომ შეიცვალოს ქვეყანაში, აი მანდ არ უნდა დავნებდეთ ყველაზე მეტად და შესაბამისად ის ჩემი რაღაცნაირი დამოკიდებულება ალბათ გადავლახე აი მაგ დროს აი ნიჰილიზმში რომ უნდა გადავსულიყავი ზუსტად მაგ პერიოდში შევძელი რომ დამეძლია არჩევნებიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში და რადგან ეგ გადავლახე მგონია რომ ეხა ის იმედი რაც მაქვს რომ აუცილებლად მივალთ რაღაცა შედეგამდე ხელშესახებ შედეგამდე რომელიც გვინდა და რისთვისაც ვართ ქუჩაში, ის აუცილებლად მალე რა, ნუ მალე ისეთი სიტყვა არის ალბათ, მაგრამ აუცილებლად იქნება, ხო? თუნდაც ახლა ის მოსკოვის მექანიზმის ანგარიში და ყველა ის რაღაცა რაც ხდება, რომელიც შეიძლება იყოს რაღაცეერი გამარჯვების იმად ჩაითვალო, ხო? გაძლევს ახალ რაღაცნაირ იმას რო ქვია მუხტს, რომ გააგრძელო და არ დანებდე პროტესტს. როცა ადამიანი თითქმის 500 ხო, ანუ 472 დღის განმავლობაში, როცა ხარ საქართველოში და იცი რომ შენი ყოველდღიური საქმიანობის მერე აუცილებელია იყო რუსთაველზე და ამას აკეთებ გააზრებულად და გათვითცნობიერებულად ვერაფერ შემთხვევაში ვერ იტყვი რომ ამას აკეთებ და არ გაქვს რამის იმედი ხო ანუ ლოგიკური არის რომ რადგან ხარ ამ პროტესტში და არ დანებდი და არ შეეგუე შესაბამისად გაქვს იმედი რომ მიაღწევ იმას რისთვისაც დაიწყე ეს ბრძოლა ადამიანი ცulis დროების ადამიანი